როგორი უნდა იყოს მათი სტრატეგია. ევროპულ საქართველოში ამ წუთებში პოლიცსაბჭოს ხდომა იმართება, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტი რუსუდან ჯაბანიშვილი ესწრება და მოგვიყვება, რა ტიპის გადაწყვეტილება მიიღო აი ამ ჯგუფმა, რომელიც მეორე ტურში იყო გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი. რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ევროპულ საქართველოში პოლიცსაბჭოს ხდომა, სადაც უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის წევრობა იმასთან დაკავშირებით. მეორე ტურში გამოცხადებული მხარდაჭერის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძისადმი გამოცხადებული მხარდაჭერის შემდეგ, შეუერთებიან თუ არა ასევე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც კვირას უნდა გაიმართოს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ და იზიარებენ მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, თუმცა რამდენად მზად იქნებიან ისინი, რომ ჩაერთოს საპროტესტო აქციებში, როგორც თავად ამბობენ, უნდა მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით და სწორედ როგორც უკვე გითხარით, დღეს სავარაუდოდ 6 საათისთვის ევროპული საქართველოს პოზიცია უკვე ცნობილი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. მინისტრის შეფასება ეს არის რეალურად არაადეკვატური სიცრუეა უმრავლეს ნაწილში. რეალურად გამოჩნდა, რომ დემოკრატიული მანდატი სალომე ზურაბიშვილმა ვერ მიიღო ამ არჩევნების შედეგად. შესაბამისად, ევროპული საქართველო დღეს გეგმავს, რომ ჩაატაროს პოლიცსაბჭოს ხდომა. პოლიცსაბჭოს ყველა წევრი იქნებიან ჩვენი რეგიონული ლიდერები, პარტიის ხელმძღვანელობა და ჩვენ განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომელსაც გადავდგამ თუ ახლოს მომავალში. ჩვენი ამოცანა რჩება, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდეს და ჩვენ ამასთან დაკავშირებით სწორედ გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ. დღეს გვექნება კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი, მათ შორის იმასთან დაკავშირებით თუ რა პოზიცია გვექნება აქციასთან მიმართებაში, თუ რა პოზიცია გვექნება კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებთან მიმართებაში, ამაზე ყველაფერზე ვიმსჯელებ პოლიცსაბჭოს და შემდეგ უკვე გავაკეთებთ კონკრეტულ განცხადებას. განცხადებებთან დაკავშირებით დაუმორჩილებლობასაც ეხება, ისევე როგორც განცხადებები, რაც ეხება ჯარის და პოლიციის დაუმორჩილებლობას, ბუნებრივი ამ განცხადებებს არ ვიზიარებთ, ამაზე ჩვენ ამდენჯერმე უკვე გავაკეთეთ შეფასება, მიგვაჩნია, რომ ესეთი ტიპის განცხადებები ჯამში აძლევს იარაღს ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მე ეს გამოიყენოს ოპოზიციის წინააღმდეგ. გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერჯერობით არიციან, რომელი პარტიები შეუერთებიან მათ საპროტესტო აქციას კვირას რუსთაველის გამზირზე, გარდა იმ პარტიებისა, რომლებიც გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან წარმოდგენილები. ჩვენი ინფორმაციით, რესპუბლიკურ პარტიაში, რომელმაც მეორე ტურის წინ ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს, უკვე გაიმართა პოლიცსაბჭოს ხდომა, თუმცა რა გადაწყვეტილება მიიღეს პარტიის ლიდერებმა, ჩვენთვის უცნობია, ვინაიდან დღეს მთელი დღის განმავლობაში ვცდილობთ დაუკავშირდეთ ამ პარტიის ლიდერებს, თუმცა არც ერთი მათგანი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თავად გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ ბუნებრივია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საპროტესტო აქციებში ჩართვის შესახებ და მათ ითხოვეს რამდენიმე დღე ამ გადაწყვეტილების მისაღებად. რესპუბლიკური პარტიის შესახებ უკვე გითხარით და ევროპული საქართველოს პოზიციაც ცნობილი გახდება უკვე რამდენიმე საათში. არის აბსოლუტურად სპონტანურად, ასე ვთქვათ, დაგეგმილი აქცია, უბრალოდ ჩვენ გვექნება გამოსვლები რა თქმა უნდა, იქნებიან მხარდამჭერები, ვინც მოვლენ, ხალხია და დამოკიდებული, ხალხის რაოდენობას და რეგიონები იქნებიან თუ არა, ყველაფერი დამოკიდებული არის ქართული ოცნების პასუხზე და ადეკვატურობაზე, ადეკვატურ აღქმაზე არსებულ სიტუაციაში. მე მათ არ ურჩევდი, რომ კუთხეში მიამწვდიონ 800,000 ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ჩვენ. ჯერჯერობით, რასაც უსმენ მათ განცხადებებს, ეს არაფრით არ განსხვავდება იმ 6 წლისგან, სადაც ისინი ამბობენ, რომ მარტო ჩვენ ვართ და მეტი არავინ არ არის. გაერთიანებული ოპოზიციის პირველი საპროტესტო აქცია საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ გაიმართება კვირას, როგორც უკვე გითხარით რუსთაველის გამზირზე. ამის შემდეგ უკვე როგორ გაგრძელდება ეს პროცესი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიცია, ცნობილი გახდება სწორედ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე. როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი, ეს მათი მომდევნო ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. დიდი მადლობა რუსუდან ჯაბანიშვილს TV პირველის ახალი ამბების საინფორმაციო გამოშვებაში. ჩვენ მოვისმენთ აუცილებლად რა გადაწყვეტილება